ეს არის კლასიკური სონატური ფორმა, სამნაწილიანი ფორმა, წარსული აწყო მომავალი შეგვიძლია ესეც გავშიფროს 19 საუკუნე, 20 საუკუნე და 21 საუკუნე. თუ მე-20 საუკუნე უფრო სტალინისტური ეპოქის ტიპიური შავ-თეთრი კადრებითაა წარმოდგენილი, სადაც ნატამ რულიცა და მახას თაბულაძის თამაში ბევრად უფრო შთამბეჭდავია და შავ-თეთრი კადრები ამ ფილმს გარკვეულ ინტრიგასა და თქვათ მეტ სიღრმესა და განზომილებას ძენს. პირველ ეპიზოდში, რომელიც 19 საუკუნის თქვათ ნელი ტრანსპოკატორით გადაღებულ კადრებს ასახავს, რეჟისორი უფრო ესთეტიზმითაა გატაცებული და ვფიქრობ რიტმის ერთგვარი დაგდებით, მისი სცენარზე დაყრდნობით და საკმაოდ ძველმოდური დიალოგებით, თქვას ასე მიხვდეთ იმიტომ რომ საკმაოდ ლიტერატურულია ეს დიალოგები, მაინც შეეცადა რომ ერთგვარ დაეკავშირებინა გამოსახულება 19 საუკუნის კულტურასთან, კერძოდ ლიტერატურასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიისა და მეხსიერების გადაწყვეტილება, რომელიც საინტერესოა რეჟისორს გააზრებული და ეს ეპიკური კავშირი თქვა წარსულსა და მომავალს შორის, რომელიც გადის საწმყოზე, ბევრად უფრო საინტერესო მასალას იძლევა, ვიდრე თქვა ნებისმიერი ფუტურისტული ფილმი, ან ნებისმიერი ინოვაციით ან სიახლის სურვილით შეპყრობილი რეჟისორის ფილმი. ამდენად ეს უნდა დაუფასოთ რეჟისორს. სხვა საქმეა, რა ხარისხში ეს გაკეთებული, რამდენად არის დამაჯერებელი დიალოგები, როგორ არის ზუსტად სცენარი აწყობილი, როგორ არის მსახიობის ნამუშევარი და ასე შემდეგ. ზაურუშაძეს აქვს ესე თქვარი ლიტერატურული პირველ წყარო, ეს არის მისი ფანტაზიით შექმნილი ლიტერატურა, ქართული ლიტერატურა, საიდანაც ამოიზრდება მისი პერსონაჟების არქეტიპები და ეს არქეტიპები კარგად იზრდება განსაკუთრებით პირველ ნაწილში. ჩემი აზრით, ბევრად უფრო მომხილავია ამ ფილმის მეორე შორის ირონიული ნაწილი, როდესაც გენერალი დარია და ის სიტყვას არ ამბობს მთელი ფილმის განმავლობაში, მახვილ აბულაძის უხდება დარი გენერლის განსახიერება, შიშველით ან შინელით მოხურული. ეს ერთგვარი დაცინვაც არის ალბათ საბჭოთა არმიის, საბჭოთა სტალინისტური ეპოქის, ალბათ კიჩის, რა თქმა უნდა. თუმცა ეს ყაზბეგის პაპიროზი, ეტიკეტიანი ძველი ბორჯომი, მაინც ესეთი დეკორატიულ მნიშვნელოვანი აღსაქმელია, ვიდრე ის ვიზუალურად დამაჯერებელი, ან ესეთი რეალისტური გამართლება ინტერიერებზე, რომელშიც მოქმედება ხდება. თუმცა მაინც გარკვეული მადლობა უნდა უთხრა თეატელიას, რომლის კოსტუმები ასევე რეტრო სტილით არის აღნიშნული და მეტნაკლებად დამაჯერებელია. რაც შეეხება მესამე ნაწილს, ეს არის გვარი სექსუალური თემით გამდიდრებული, არატრადიციული სექსუალური თემით გამდიდრებული ფილმი, რასაც თავისთავად შეიძლება უწოდოთ გარღვევა ან სიახლე, მით უმეტეს თუ ასეთი პიკანტურ სცენებში ჟანრიზებაშისაც ვხედავთ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ესეც რაღაცა გარკვეული ხარკის მოხდა მხოლოდ სიახლისადმი და ვფიქრობ რეჟისორს ბოლომდე არ იყო გულახდილობა გაეხსნა ასე ვთქვათ კარტი, ან ეჩვენებინა ის რისი თქმაც უნდოდა. თემატური შეკრა, სურათის მოგზაურობა ერთი და მეორე არ არის ახალი, ეს დანახშირად არის რეჟისორს, მაგრამ ოთარ იოსელიანს ჰქონდა ესეთი თემა თვალის ფავორიტებში, როდესაც ძველი ჭურჭელი მოგზაურობს ესეთი 19 საუკუნის ჭურჭელი ჯერ გადმოდის მე-20-ში, როგორ იცვლის მფლობელებს, როგორ იმსხვრევა დრო და დრო და სერვისები როგორ ხდება, თქვათ დამსხვრეული სერვისები, დამსხვრეული ბიოგრაფიების ანარეკლები. იგივე შეიძლება თქვათ ეს სურათიც, რომელიც იცვლება, იჭრება ჩარჩო, ოთარ იოსელიანსთან გასვით იჭრება ჩარჩო, სულ უფრო პატარავდება. ამ შემთხვევაში სურათი მოგზაურობს წარსული ეპოქიდან მომავალში, მომავლიდან ალბათ კიდევ უფრო მომავალში, იქით სამყაროში არ ვიცით რა იქნება, თქვათ ამ ხატვის შვილიშვილის, თქვათ შემდგომში როგორ იქნება ამ სურათის ბედი, მაგრამ ფაქტია რომ კინემატოგრაფიის ბედთან ეს ბევრად უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ზაზაურუშაძის მცდელობა მე გაარღვევს ეს ტრადიციული ნარატიული თხრობა კინოში და მისცეს მას ვიზუალური და ამავე დროს კინემატოგრაფიული გამართება არის მხოლოდ მცდელობა და მეტი არა. თუმცა მცდელობაც ზოგჯერ წარმატების საწინძარია. ჩემი აზრით რეჟისორის შეცდომა ის იყო, რომ მას ჰქონდა ყოვლის მომცველობის, ყოვლის როგორ გითხრათ, მარადიულობისა და დღევანდელობის, წუთიერისა და მარადიულობის ერთად თავმოყრის სურვილი და ეპიკური კინოს შექმნის სურვილი, რაც გარკვეულ თვალსაზრისით აახლოებს მას ევროპული კინემატოგრაფიულ ტრადიციებთან, თქვათ დისკონტისთან, შეიძლება გავიხსენოთ განსაკუთრებით კადრის გამოსახულების კულტურა არის საკმაოდ მდიდარი და დამაჯერებელი, მაგრამ ის არ ცდილდება მუზეუმის რარიტეტისა და მე ვფიქრობ ესეთი სკოლარული წიგნიერების ფარგლებს. რაც შეეხება მის მცდელობა თანამედროვეობა დაიჭიროს, მე ვფიქრობ აქ ეს პრობლემა აქვს სცენარში და ეს სცენარი უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო ღაბედული და არა კლიშეებით დატვირთული.